გიორგი ერმაკოვი ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გადადგა. კოალიცია ქართული ოცნების ბათუმის მერობის კანდიდატმა გადადგომის შესახებ განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე გუშინ დაწერა. მოთხოვნა საკრებულოს სავარაუდოდ 13 მაისის რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს. ამავე სხდომაზე გადაწყდება, ვინ შეასრულებს მერის მოვალეობას არჩევნებამდე. გიორგი ერმაკოვის განცხადებით, მას სამართლებრივად მერის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე დარჩენა 15 მაისამდე შეეძლო, თუმცა საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით თანამდებობიდან უფრო ადრე გადადგა. ქართული ოცნების მერობის კანდიდატი გადადგომის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებისთანავე აქტიური საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებას გეგმავს. გიორგი ერმაკოვი ბათუმის მერის მოვალეობას 3 თვის განმავლობაში ასრულებდა. მე ვასრულებ ამ წუთასაც მერის მოვალეობას, ამიტომ ეს ყველა ჩემი მოქმედება დაკავშირებულია მხოლოდ საქმიანობასთან და არა საარჩევნო საქმიანობასთან. როდესაც მე გადავდგები და დავტოვებ ამ თანამდებობას, აი იმ მომენტიდან მე დავიწყებ საარჩევნო კომპანიას. და როგორც თქვი, დღეს მე ვწერ განცხადებას საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე და ეს კვირა როგორც გითხარით, იქნება ჩემი უკანასკნელი სავოშეულზე.